მოგესალმებით პატარებო. გიბრუნდებით მესამე ეპიზოდით გამოიცანი ვინ ვარ მე. დავიწყოთ. ვცხოვრობ ყვავილოვან მინდვრებში, რომლებიც ფერებითა და სურნელებითაა სავსე. ვამზადებ ოქროსფერ ტკბილ საჭმელს, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. დრო ფიქრისთვის. 3, 2, 1. ფუტკარი, ბუნების ყველაზე მშრომელი მწერი. ფუტკრების სახლს სკა ქვია. სკაში უამრავი ფუტკარი ერთად ცხოვრობს, როგორც დიდი ოჯახი. ცხოვრობ მწვანე ბაღებში, სადაც ბევრი ფოთოლი და ბალახია. ვარ წითელი, შავი წერტილებით და ძალიან პატარა ვარ. დრო ფიქრისთვის. 3, 2, 1. ჭიამაია, ბაღის პატარა გმირი. ჭიამაია ბუნების პატარა მცველია. ის მცენარეებს იცავს მავნე მწერებისგან. ცხოვრობ ყვავილებისგან გაფერადებულ ველებზე და მათი სურნელით ვტკბები. დავიბადე როგორც ჭია, მაგრამ გავიზარდე და გავხდი სულ სხვა არსება. 3, 2, 1. პეპელა, ბუნების ყველაზე ლამაზი მწერი. ყვავილიდან ყვავილზე ფრენისას პეპელას მტვერი გადააქვს და მცენარეებს გამრავლებაში ეხმარება. ახლა კი სიმღერის დროა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბზუის ფუტკარი ვერაფერი დახლის, შრომობს ბეჯითად, დაგვიმზადა თაფლი. ყვავილი და ყვავილზე გადაფრინდა სწრაფად, ნახე როგორ უხდება შავ ყვითელი კაბა. ყვავილიდან ყვავილზე გადაფრინდა სწრაფად, ნახე როგორ უხდება შავ ყვითელი კაბა. ჭიამაია ალამაზებს ეზოს, აფრინდი და მითხარი, თუ იწვიმებს დღესო. მოიფრინე ლამაზო, ეზო და ბაღები, გოფლიანი გავიცდა, პაწაწი ნაფრთებით. მოიფრინე ლამაზო, ეზო და ბაღები, გოფლიანი გავით და პაწაწი ნაფრთებით. ფრთაფარფად და პეპელას მზის ხილები უყვარს, ყვავილებთან თამაშზე ის არ ამბობს უარს. ხან ყვითელი, ხან ლურჯი, წითელი და ჭრელი.